თუ რამე კონკრეტულია, შეგვიძლია იმ კონკრეტულზე ვისაუბროთ. მოდი მე ახლა ორიოდე სიტყვით ზოგადად ვიტყვი, ესე იგი, რამდენიმე ადამიანი არის, რომელიც პირველად არის, პირველ ნაბიჯებს დგავს, ესე რომ ვთქვა და საერთოდ ნებისმიერ საქმეს სჭირდება გულმოდგინება. შეიძლება ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგა რაღაც და ძალიან დიდი დრო დაჭირდეს, რომ გაცხადდეს. შეიძლება მაღალ ცეცხლზე დადგა და ცოტა დროშიც მიიღო იგივე შედეგი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას სულიერ ცხოვრებაში. მნიშვნელობა იმას აქვს კიდე, რომ სულ ჩაქრობას თავისთავად ცხადია დაბალ ცეცხლზე იდგას. იმიტომ რომ სანამ ცეცხლზე დგას, ის არ გაფუჭდება. აი რაღაცა საჭმელი რო დგას და რომ დუღს თუნდაც დაბალ ცეცხლზე რო ხო არ გაფუჭდება, ხო არ დაეხვევა მას რაღაცა წერები. მაგრამ საკმარისია რომ ჩაქრეს, განელება დაიწყოს, ის მაშინვე გაფუჭებას დაიწყებს. მაშინვე თუ არა ცოტა ხანში მაინც დაიწყებს. ახლა რატო ვამბობ ამას? როდესაც ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, ჩვენ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, რომ ესე იგი, ერთბაშად არ მოვინდომოთ ყველაფერი. აი იმ ჩაქრობის ერთ-ერთი წინაპირობაც ეგ არის, რომ ადამიანმა ერთბაშად მოინდომოს ყველაფერი. ჩვენ არაერთხელ მოგვიყვანია შედარება, რომ აი მაგალითად გრძელ დისტანციაზე რო გარბიან მორბენლები, თავიდანვე თავქუდმოგლეჯილები არ გარბიან, ისე როგორც 100 მეტრის დისტანციაზე. იმიტომ რომ თავისი ძალები გადაანაწილონ. ვინც 100 მეტრი უნდა დაფაროს, ის თავიდანვე რაც შეუძლია ისე გარბის, იმიტომ რომ 100 მეტრი არ არის იმდენი, რომ ძალები არ ეყოს ბოლომდე. იქ არაფერი არ არის გადასანაწილებელი. რაც შეგიძლია უნდა იჩქარო. მაგრამ როდესაც 5 კილომეტრს გარბიან და რაღაც კიდე უფრო მეც, იქ თავიდანვე თუ ასე გაიქცა ბოლომდე, ან ვერ მივა, ან სადღაც ბოლოში მივა. სულიერ ცხოვრებაშიც ასეა. როდესაც ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, თავში უამრავი აზრი მოსდის, რომ ძალიან ბევრი ილოცოს, ბევრი აკეთოს და სხვადასხვა ეს ყველაფერი მას სიამოვნებს. და ერთი მხრივ სიამოვნებს და მეორე მხრივ ხიბლში აგდებს. ხიბლი არის ცდუნება, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა. ჩვენ წავიკითხავთ წმინდა მამათა ცხოვრებას, რომ ამდენი დღე არ ჭამა, ამდენი ილოცა, ასე მღვიძარებდა და ჩვენც გვინდა რომ მოვინდომოთ, მივბაძოთ. თავიდან დავძაბავთ სხეულს და რაღაცით მივბაძავთ, გამოგვივა. მაგრამ ის წმინდა მამა 1 და 2 დღე კი არ აკეთებდა ამას. წლობით და 10 წლობით აკეთებდა. ჩვენ კიდე ის ენერგია, რაც გვაქვს, სულიერ თუ ფიზიკური ძალები, 10 წელი კი არა, 10 დღეც არ გვეყოფ. მერე ყველაფერზე გულს ავიყრით, აღარ გვინდა, მოგვბეზრდება. იმიტომ მოგვბეზრდება, რომ ის წმინდა მამა ამას ვაკეთებდა. მას სულიერი საფუძველი ჰქონდა. და ჩვენ უბრალოდ გარეგნოს მივბაძეთ. ისე რომ შინაგანი სიმყარე ჩვენ არ გვქონია. ან ვიღაცას უნდა რომ ძალიან მკაცრად იმარხულოს. კი, მოახერხებს რომ რამდენიმე დღე არაფერი არ ჭამოს, მაგრამ მას სულიერი საფუძველი არ აქვს. და ცოტა ხანში იმ მკაცრ მარხვას კი არა, ჩვეულებრივ მარხვას ეს უარს ამბობს. ამიტომ აი ჩვენ როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. შეიძლება ცოტათი დაიწყო, პატარა ლოცა თქვა, მარხვაც არ იყოს ისეთი მკაცრი და არც ხიბლში არ ჩაგაგდებს. აი ხო, მე გამიგონია რომ მონასტერში რომ მიდიოდა ადამიანი, ჯერ კარგად აჭმევდნენ ხოლმე. ეგეთი ლოცა კურთხევა ჰქონდა, რომ კარგად უნდა ეჭამა ხოლმე. რატო? იმიტომ რომ ხიბლისაგან დაეცოთ. ის თუ თავიდანვე დაიწყებდა რაღაცა მკაცრ მოღვაწეობას, შეიძლებოდა
რაც ცუდი რამე დამართო და იმ მხრივ რომ სხვებზე მეტად წარმოედგინა თავის თავი. სინამდვილეში არ იქნებოდა ესეთი. არამედ მას ეგონებოდა რომ ასეთია. ამიტომაც აი ჩვენ როდესაც ვიწყებთ სულიერ ცხოვრებას, ვეცადოთ რომ მორჩილებით, ეკლესიის მორჩილებით ვაკეთოთ. არა ის ჩვენ რა გვინდა, როგორ მოხდეს, არამედ ეკლესიის მორჩილებით. თავიდან იმიტომ შეამოვნებს ყველაფერი რომ ჭარბად ვაკეთოთ, რომ ღმერთს დავყავართ ხელში აყვანილი. ეს ძალიან გავს ხორციელ დაბადებას და ხორციელად რომ ადამიანი პირველ ნაბიჯებს დგამს. პირველად ადამიანი რომ დაიბადება, ხელში აყვანილი დაყავთ. ის სულაც არ იღლება. მაგრამ დგება დრო, რომ უნდა დასვან ძირს და მერე თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯები. და თავდაპირველად ეცემა, მერე რაღაცნაირად ბორძიკობს და სწავლობს ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ეს უკვე მისი ნაბიჯებია. უკვე ხელში აყვანილი აღარ დაყავთ. ანუ რაღაცა განსაცდელები არის. რაღაცები ისი აღარ გსიამოვნებს, როგორც ხელში აყვანილი რომ 1 კილომეტრს გაივლიდი, ახლა შენით რომ უნდა გაიარო, ეგრე აღარ გსიამოვნებს. მაგრამ ეს ჯობია, ეს უკვე განვითარება. ანუ ხელში აყვანილი რომ დავუშვათ 10 წლამდე გყავდეს ბავშვი, ხო არ იქნება ეს განვითარება. განვითარება ისაა, რომ თავის დროზე უნდა დასვა და უნდა გაიაროს. რომ გაიარა გიხარია. პირველი ნაბიჯი რომ გადადგა, უკვე გიხარია. პირველი სიტყვა რომ წარმოთქვა, უკვე გიხარია. მაგრამ სულიერ ცხოვრებაში ასეა, რომ იქ არ უნდა გაჩერდ. ეხლა 20 წლის ადამიანი დავუშვათ, თუ მხოლოდ დადის და თუ მარტო რამდენიმე სიტყვას ამბობს, ხო უკვე არ გიხარია რა. მარტო ეს ხო არ არის, უფრო მეც უნდა აკეთებდეს. ან თავისი განვითარების ყველა ეტაპზე უნდა აკმაყოფილებდეს იმას, რაც ბუნებრივად, ესე იგი, მისი შესაბამისია, მისი ასაკის თუ ფიზიკური მონაცემების და სულიერ ცხოვრებაშიც ასეა. ნელ-ნელა ადამიანი უნდა ვითარდებოდეს, ეტაპობრივად უნდა ვითარდებოდეს. და შეუძლებელია განვითარება, თუ ადამიანი ერთი მხრივ ერთბაშად მოინდომებს რამეს, ან საერთოდ არ მოინდომებს. ოქროს შუალედი უნდა დაიცვას. უნდა აკეთოს, ოღონდ დააკეთოს ზომიერად. უზომოება არ არის ეკლესიურ ცხოვრებაში მიღებული. უზომოდ არ უნდა აკეთოს. თვითონ სიტყვა უზომოც უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა შეუსაბამოა ყველაფერში. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ ადამიანმა ისწავლოს და ეს ეხება არა მარტო ახალმოსულს, არამედ ყველას, რომ ისწავლოს არა მხოლოდ გარეგნულად დაემსგავსოს ქრისტიანს, აი სხვა როგორ ხედავს, ეგრე კი არა, არამედ საკუთარ თავში ეძებოს ის სათნოებები, რასაც უფალი ჩვენგან მოითხოვს. რაი, რამდენად ცდილობს ადამიანი, რომ ესა თუ ის სათნოება შეიძინოს. და რომელი სათნოება უნდა შეიძინოს? აქ საქმე ისე კი არ არის, რომ მაღაზიაში შეხვიდე და რომელი სათნოებაც მოგეწონება ის ამოარჩიო, არა. სულიერ ცხოვრებაში საქმე ასე დგას. რომელიც შენ გინდა, ის კი არ უნდა ამოარჩიო. რომელი მხრიდანაც არის შემოტევა და ბრძოლა, აი იქ უნდა დადგე ბრძოლის ველზე. ვიღაცას ბრძოლა აქვს ნაყროვანებისა, ანუ ნაყროვანება, ესე იგი ორგვარია, ხო? ერთი არის რომ სიმაძღრე, მეორე არის გემოთ მოყარება. ანუ ერთი არის რომ ბევრი რომ უნდა რომ ჭამოს ადამიანმა, მეორეა კიდე მიჯაჭვულა იმაზე რომ რაღაცა გემრიელი და პირის გემო დაიტკბოს. ხო და თუ ადამიანს ბრძოლა ამ მხრივ აქვს, მაშინ აქ უნდა იბრძოლოს, ანუ მარხვის სათნოება უნდა შეიძინოს. თუ ადამიანს მრისხანების უნება აქვს, მაშინ აქ არის მისი საბრძოლო. ესე კი არ არის, აი დავუშვათ ერთი სამრევლო ვართ და მოდი ჩვენ ამ თვეში ვიბრძოლოთ მრისხანების წინააღმდეგ ყველა. ესე არ არის. ახლა სკოლაში მაგალითად სწავლობენ, მოდი 100 ჯი ვისწავლოთ ახლა.
ყველას იქა გვაქვს გადაშლილი წიგნი და ამას სწავლობთ. სულიერ ცხოვრებაში ეგრე არ არის. შენ რო ჯ გაწუხებს, ვიღაცას გ აწუხებს, იმას ხ აწუხებს და ყველას თავის ადგილზე აქვს გადაშლილი. შენ რომ რისხანება გაწუხებს, შეიძლება მე ნაყროვანება მათ, იმას შური აწუხებს, იმას სიძუნწე და ერთ გვერდზე ვერ გადავშლით ჩვენ. ყველას თავისებური ბრძოლა აქვს, ესე რომ ვთქვა და სულიერ ცხოვრებაში ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით ქრისტესკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ ერთი და იგივე სულიერ ბრძოლას არ გავდივართ. ვიღაცას ნარკოტიკისკენ აქვს მიდრეკილება, ვიღაცას ლოთობისკენ, ვიღაცას რაღაც უწმიდური რაღაცისკენ, ვიღაცა განსაკუთრებით მგრძნობიარეა და შეიძლება ამ მხრივ უტევს ეშმაკი, რომ მეორე უკიდურესობაში ჩააგდოს. ისე რომ ყველას თავისი ასპარეზი აქვს და ყველა იმ ასპარეზზე უნდა იდგეს მხნეთ. თუ წაიქცევა, ანუ თუ ჩავარდება და უშო ჩურიანი კაცი ისევ ჩავარდა, რაღაცა გააკეთა, წარმატებას მიაღწია სულიერს თუ ხორციელს თუ მატერიალურს, მე შემშურდა. მე კიდევ აღმოვაჩინე, რომ ანუ ის გახდა მაპროვოცირებელი იმისა, რომ მე შური დავინახე ჩემში, მაგრამ ის კი არ არის დამნაშავე, რომ მე შურიანი ვარ. რა სანამ ის იყიდი და რაღაცას თუ წარმატებას მიაღწევდა, შური მანამდეც იყო ჩემში. უბრალოდ მან წარმოაჩინა. ახლა მაგალითად სახურავი თუ შესაკეთებელია, წვიმის ბრალი კი არ არის ეგ რომ აქ წყალი ჩამოვიდა. არამედ იმის ბრალია რომ ეს არის შესაკეთებელი, თორე სხვაგანაც წვიმს და იქ არ ჩადის წყალი. თუ წვიმაა დამნაშავე. არა, ვისაც პრობლემა აქვს, იქ წარმოჩნდება ხოლმე, როდესაც რაღაცა ფაქტის წინაშე დავდგებით. ხოდა ყველამ თავისებური ბრძოლა უნდა აწარმოოს და რამდენჯერაც არ უნდა წაიქცეს და აღმოაჩინოს თავის თავში ეს ცოდვა, იმდენჯერ უნდა თქვას ახსარება. ზოგჯერ ადამიანებს თქვენიათ, რომ ერთი და იგივე თქვა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ ერთი და იგივე არ განმეორდეს, მაგრამ თუ განმეორდა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა თქვა. ესე რომ ამ ხრივაც ეს სიცხილი არ უნდა იყოს. მერე კიდე ჩვენ როდესაც ახსარებაზე მივდივართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეცადოთ, რომ მოძღვარს მოვაწონოთ თავი და რაღაცა შევარბილოთ, რაღაცას კუდი დავუტოვოთ, რაღაცა ბოლომდე არ ვთქვათ, შელამაზებულად ვთქვათ ახსარებაში, ეს არაფერს არ მოგცემს. რა მნიშვნელობა აქვს მოძღვარი ჩვენზე რას იფიქრებს? ჩვენ ჩვენი სინდისის და ღვთის წინაშე ვერ ვიქნებით მართალი და ეს არაფერს არ მოგცემს. და პირიქით მინდა გითხრათ, რომ მოძღვარი მის მიმართ უფრო თანამგრძნობი და გვერდში მდგომია, ვინც გულწრფელია, როგორ დაცემამდეც არ უნდა იყოს ის მისული. ისე რომ ნახეთ რას ეუბნება წმინდა ივანე ნათლისმცემელი მასთან მოსულებს, ვინ გიჩვენათ ეს გზა, რომ გაქცეოდითო მომავალ რისხვასო. ანუ ვითომ ისინი ფარისევლები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მივალთ, ჩვენ სცოდებს ვიტყვით და ჩვენ ამითი გადავრჩებით, მაგრამ ისინი შინაგანად გამოსწორებას არ ფიქრობდნენ. და ღვთის წინაშე მოსაწონი ის არის, ვინც ნანობს თავის ცოდვას და მის გამოსწორებას ფიქრობს. აი დღეს დავუშვათ იპარავ რაღაცას. იმის კი არ უნდა შეგწყვეს, რომ აღიარო. ამის აღიარება კი არ არის სირცხვილი. ანუ რაც სირცხვილია, ის უკვე მოხდა. ანუ ქურდობა მოხდა უკვე. ბრუშობა მოხდა თუ სიძუნწე თუ რისხანება მოხდა უკვე და აი ეს არის. რაც სასირცხვილო იყო, ის უკვე ჩადენილია. და ეხლა ამის აღიარება სირცხვილია, ამას ეშმაკი გეუბნება. რატო გეუბნება? იმიტომ რომ მას დაფარული უყვარს. შენ თუ ამას არ აღიარებ, ამ ცოდვისგან ვერ გათავისუფლდები. ზოგჯერ ადამიანი მწერად ფიქრობს, რომ მოდი ჯერ რო აღარ ჩავიდენ ამ ცოდებს, მერე მივალო, მერე ვიტყვი ახსარებას, აბა ჯერ აზრი აქვს, ისევ ჩავდივარ ამ ცოდებსო და ეშმაკი ზოგიერთ ადამიანს ამითი ატყუებს. და როგორ თუ ექიმთან არ მიხვალ და წამალს არ დაგადებს და არ იმკურნალებ, როგორ განიკურნალებ? ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ მოდი ჯერ განვიკურნოთ და მერე მივალთ ექიმთან, საავადმყოფოში.
და უფალი კიდე ჯანმრთელებისთვის კი არ მოვიდა, როგორც თვითონ ამბობს, არამედ ავადმყოფებისთვის მოვიდა. მართალთათვის კი არ მოვედიო, არამედ ცოდვილთათვის, რათა შეინანონ. ისე რომ ჩვენ ყველანი ვართ ცოდვილები. და ცოდვილები რო ვართ, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. გასაკვირი იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდა რომ ჩანდეთ როგორც ცოდვილები და ჩვენ ვიმართლებთ თავს, ჩვენ თითქოს კარგები გამოვდივართ, თითქოს სხვა არის დამნაშავე, ჩვენ მასზე უკეთესები ვართ და ასე შემდეგ და იგავი როა მეზორე და ფარისეველი, ის არავის სხვაზე, არამედ ჩვენზეა. ჩვენში შეიძლება აღმოაჩინოთ მეზორეთ და ჩვენ შეიძლება აღმოაჩინოთ ფარისეველიც. აი, როდესაც მაგალითად ჩვენ ყველაზე უღირსი გონია ჩვენი თავი, ეგ უკვე ღვთისმადლია. ეგ უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ მეზორეს გავართ და ასეთი მეზორე ცოდვილი, მაგრამ მონანული საკუთარ ცოდვებზე, ესეთი მოსწონს ღმერთს. და ასეთზე თქვა, რომ ეს უფრო გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან. მაგრამ ჩვენ როდესაც მოვდივართ სამრევლოში და ვინმეზე უკეთესი გონია ჩვენი თავი, ჩვენ მაშინ ფარისეველს გავართ. რომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მასზე მეტი სათნოებები გვაქვს, რომ ჩვენ ისეთი ცოდვილი არ ვართ, როგორც ის არის. და რა ვიცი, ჩვენ რომ ის ადგილზე ყოფილიყავით, ვინ უფრო მეტი ცოდვილი იქნებოდა. ამიტომ, როდესაც ჩვენში ეს განწყობაა, ჩვენ ფარისეველს გავართ და ჩვენი ეს დამოკიდებულება, რომ არ მოსწონს ღმერთს, ეს გამოგიცხადა მეზორისა და ფარისევლის იგავში. რომ მიუხედავად იმისა, რომ ის წინ იდგა და თავაწეული იდგა და თავის სათნოებებზე საუბრობდა, ღმერთს არ მოსწონს ესეთი. ჩვენ შეიძლება ვისწავლეთ, რომ გარეგნულად არ გამოვხატოთ, რომ ვთქვათ, რომ ესეთი კარგები ვართ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? გარეგნული კი ვისწავლეთ, მაშინაგანა თუ ამას ფიქრობთ, რომ სხვაზე უკეთესი ვართ, ეგ იგივეა, რაც ფარისეველმა გააკეთა. უბრალოდ მისი გარეგნული გამოხატულებით ჩვენ გვაჩვენა უფალმა, რომ ჩვენს გულში რა უნდა იყოს და რა არ უნდა იყოს. ამაზეა ლაპარაკი. ესე რომ აი ბევრი რამე, აი სახარებიდან და ყველაფერი საერთოდაც ეხმარება ადამიანს სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ესე იგი ზოგიერთი მორწმუნეც, კი, მორწმუნეს მოდი ბრჭყალებში ჩავსვა. არ კითხულობს წმინდა წერილს, არ კითხულობს სახარებას, არ კითხულობს მოციქულთა საქმეებს თუ მათ წერილებს, ანუ ეპისტოლეებს. და მაინც აქვს შექმნილი სთაბეჭდილება, რომ თვითონ არის მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი. არ კითხულობს იგივე წმინდა წერილს წმინდა მამათა განმარტებებით, რომ როგორ გაიგოს ეს წმინდა წერილი. ერთია ჩვენი გონებით, ჩვენ როგორ ვიგებთ ამას და მეორეა წმინდა მამათა მემკვიდრეობა, მათი გამოცდილება ეკლესიის მიერ დადასტურებული. ისიც ყველა კი არა, არამედ ეკლესიამ რაც მიიღო თავის წიაღში როგორც ეკლესიური სწავლება. და როდესაც ადამიანი ასე კითხულობს წმინდა წერილს, აი მაგალითისთვის ვიტყვი, ყველაზე უფრო იოლად გასაგები, ყველასთვის ხელმისაწვდომი ამავე დროს, ეს არის ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიერ განმარტებული სახარებები. სინამდვილეში ეს გახლავთ წმინდა იოანე ოქროპირის განმარტების, რომელიც არის ვრცელი, იმისი კონსპექტი. აი წარმოიდგინეთ ძალიან შემოკლებული ვარიანტი და ძალიან ადვილად გასაგები. აი რომ საფუძვლებს რომ გაიგებ რაზეა ლაპარაკი, როგორ უნდა განმარტო და რა მიმართულებით უნდა წახვიდე. და ვიღაც თუ ამას უკვე კარგად გაითავისებს, მერე მას შეიძლება უფრო მეტიც წაიკითხოს წმინდა მამათა განმარტებები. ახლა თუ სხვა ენაზეც ახერხებს რომ წაიკითხოს და მოისმინოს, კიდევ უფრო მეტია ლიტერატურა. მაგრამ აი ქართულ ენაზე ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ აი სწორ კალაპოტში ჩადგეს ჩვენი აზროვნება, როგორ უნდა გაიგოს სახარებისეული ცნებები, სახარებისეული სიტყვები, უფლის სიტყვები. ხო და თუ ადამიანი ამას არ ეცნობა,
აი მე მაგალითად ახლა პირადად ასე მქონდა ხოლმე, რომ ხო არის, რომ ერთი თავი უნდა წამეკითხა სახარება დავუშვათ. მე ვცდილობდი ხოლმე, რომ იმ ერთი თავი თავისივე განმარტებით წამეკითხა. სხვა დროსაც რომ იგივე თავი შემხვდებოდა დავუშვათ 4-ვე სახარება გაივლიდა და ახლიდან ვიწყებდი. იქაც ვცდილობდი ხოლმე, რომ ის თავი ისევ განმარტებით წამეკითხა. კი, ერთხელ ხომ მქონდა წაკითხული, მაგრამ გამეორება ცოდნის დედა. კიდევ ერთხელ ისე წამეკითხა და ამას ძალიან დიდი სიხარული შემოაქვს ადამიანში. თავისთავად ცხადია, შრომა მეტი ჭირდება. მაგრამ აქაც არჩევანის საკითხია, რაში გინდა რომ შენი დრო დახარჯო და სწორად გამოიყენო. მერე კიდევ, როდესაც კითხულობ მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებას, ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან. ამიტომაც სინოპტიკურ სახარებებს უწოდებენ. აი ფაქტიურად ერთი და იგივე მოვლენას აღწერენ სხვადასხვა კუთხიდან, ერთმანეთს ავსებენ, ერთი და იგივეს იმეორებენ. აი თან საოცარი რა არის, ნახეთ, აი მათე, მარკოზი და იოანე სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა დროს წერენ სახარებას და ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს და ერთმანეთს ავსებენ. ეს ნიშნავს, რომ ეს სული წმინდის მიერ არის დაწერილი. აი დავუშვათ სიტყვაზე ვამბობ. ძიათედო ქოხრეში ზის და რაღაცას წერს. ალეკო ბერშუეთში, ხო? ბერშუეთში ზის. აი ბარბარე აქ ზის, გორში ზის. და ესენი რაღაც ამბავს აღწერენ. ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. და ერთი და იგივენაირად აღწერენ და რო წაიკითხავ სამივეს დაწერეს. ერთი ამბავია გადმოცემული შევსებულად. და რას ნიშნავს ეს? მოდით ჩვენი თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ, ესე იგი ვიღაც არსებობდა, რომელიც ურეკავდა ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ეუბნეოდა შენ ეს დაწერე, შენ ეს და ერთი ამბავი დაიწერა. და იქ ვინ ურეკავდა? იმ მოციქულებს. და სწორედ ესეც ამოწმებს, რომ ერთი ღმერთის მიერ, სული წმინდის მიერ არის დაწერილი აი სახარებები. ახლა იოანე ღვთისმეტყველის სახარება. ეს უფრო მეტად სულიერია, ქრისტეს სულიერ წარმომავლობას უსვამს ხაზს, მაგრამ იქაც მოვლენები ისეა, რომ ამ სახარებისაგან ცალკე კი არ არის, არამედ ეს 4-ვე ერთი მთლიანი სახარება. აი ეგეთი ძალიან ბევრი რამე და ამიტომაც აი ავტორი სახარებისა და საერთოდ წმინდა წერილისა არის მხოლოდ ერთი. ღმერთი არის ავტორი. გახსოვთ წამში როგორ არის ნათქვამი? რომელი იტყო და წინასწარ მეტყველთა მიერ, ანუ სული წმინდა, მეტყველებდა წინასწარ მეტყველთა პირით. ანუ რაც ესაია წინასწარ მეტყველმა თქვა თუ იერემიამ თქვა თუ სხვა, ეს მათ კი არ თქვეს. რასაც სული წმინდა ეუბნეოდა, ის თქვეს. რაც მარკოზმა, მათემ, ლუკამ თუ იოანემ დაწერა, თუ მოციქულმა პავლემ, ესეც სული წმინდისგან იყო დაწერილი. მან თქვა. ამიტომაც ეწოდება ამას წმინდა წერილი. მე ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, რომ ჩვენ ერთმანეთს წერილებს წერთ, ამას წმინდა არ ეწოდება. ეს ჩვეულებრივი წერილი. მაგრამ აი რაც ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა, იმას წმინდა წერილი ეწოდება. და ადამიანი, რომელიც არ კითხულობს ამას, ანუ ღვთის სიტყვას არ კითხულობს, მაშინ როგორ მოусმენს ღმერთს და როგორ ეწოდინება, როგორ იცხოვր? ქრისტიანობა ხო გამოცხადებითი რელიგია, ეს ადამიანს არ მოუგონია. ანუ ღმერთმა გამოგვიცხადა თავის შესახებ. და თუ იმას არ ეცნობი და არ კითხულობ, მაშინ რანაირად შეძლებ რომ იცხოვრო ისე, როგორც მას ნებავს? როგორ შეძლებ? ამიტომაც აი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებს, არის სწორედ ის, რომ წმინდა წერილთან ჰქონდეს კავშირი მუდმივად. მეორე ძალიან მთავარი ეს არის ლოცვა, ანუ თავად მიმართავდეს უფალს. წმინდა წერილს კითხულობდეს ნიშნავს, რომ უსმენდეს. ლოცვა ნიშნავს, რომ თავად მიმართავდეს. თავად მიმართავდეს უფალს და როგორ არის, ახლა ჩვენ კვირას რომ სახარება იქნება, ჩვენ იქ წავიკითხავთ ერთ-ერთი
ადამიანი თავის შვილის შესახებ რო შესჩივლებს უფალს, რომ ეშმაკეულიაო და შენს მოციქულებთან მივიყვანეო და ვერ განკურნესო. უფალი რას ეთქვის, რომ ნათესავი ესე არაერთი განვალს გარდა ლოცვითა და მარხვითა. ანუ დაცემული ძალა ადამიანისაგან არ გავა ლოცვისა და მარხვის გარეშე. აი მესამე კიდე ეს არის მარხვა. და ეხლა ჩვენ თუ ამ ყველაფერს დავაკვირდებით, აი ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალეთ და პლუს კიდე შრომა, ეს ყველაფერი ჰქონდათ სამოთხეში ადამსა და ევას. ისინი ღმერთს უსმენდნენ, ისინი ლოცულობდნენ, ანუ ღმერთს ესაუბრებოდნენ, შრომობდნენ და ჰქონდათ მარხვა, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან არ უნდა ეჭამათ მათ. და ეს ყველაფერი იმისათვის იყო იქვე სამოთხეში, რომ ადამიანის სული განხტობილიყო. და ეს ყველაფერი აქაც ქრისტიანულ ოჯახში უნდა არსებობდეს. აი მაგალითისთვის ვიტყვი ახლა. დავუშვათ, ახლა მე არაერთხელ შემიმჩნევია ჩვენ და სამწუხაროდ. აი ბავშვებთანაც ურთიერთობა მოგვი. ზოგჯერ გამკვირვებია კიდეც, მაგრამ დანანებით მე მithქვავს, აღმინიშნავს, რომ აი მაგალითად ჩვენ ახლა ბანაკებს რო აწყობთ ხოლმე, იქ ყოველთვის სადმე მივდივართ, რომ უნდა გავემგზავროთ, რაღაცა მოვილოცოთ თუ საქმე უნდა დავიწყოთ თუ ტრაპეზი დავიწყოთ თუ ნებისმიერ დილას საღამოს ლოცვაზე ხო აღარაფერს ამ. ყველაფერი ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება ხოლმე. და ზოგჯერ გამკვირვებია ხოლმე, რომ აი ადამიანმა არ იცის დავუშვათ ტრაპეზის, ანუ საკვების მიღების წინ, რომელი ლოცვა უნდა თქვას და ზეპირად ვერ ამბობს. ან რო დამთავრდება სამადლობელი თქვას და ანუ ეგ ნიშნავს, რომ ესე იგი ამას ადამიანის სახლში არ აკეთებს. არადა ქრისტიანულ ოჯახში ეს უნდა კეთდებოდეს. არ უნდა მიუჯდეს უფრას ისე, სანამ არ ილოცებ. არ უნდა ადგეს უფრიდან, სანამ არ ილოცებ. ერთი ასეთი რამ მაქვს საკითხული და ამა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მე სულ ასე ვცდილობდი ხოლმე, ჯერ კიდევ პატარაობიდან, რომ თუ ადამიანიო ილოცებსო და ასე ილოცებსო და ჯვარს გადასახავს და იმას მიირთმევსო, თაფლად შეერგებაო. თუ მხოლოდ ჯვარს გადასახავსო, პურად შეერგებაო და თუ ამასაც არ იზამსო, შხამათო. რაღაცნაირად ბავშვურად რო აღვიქვიეს ყველაფერი, იმის მერე ვცდილობდი ხოლმე, რომ ყველაფერი კარგად გამეკეთებინა და ეს შემთხვევით არ არის. მე არაერთხელ მithქვავს წმინდა პაისი ათონელის და მამა ვიტალი სიდორენკოს ნათქვამი. ნახეთ, როდესაც ადამიანიო მანდილოსანზე ამბობს წმინდა პაისი ათონელი, სახლს ალაგებსო და ლოცულობსო, ამითი სახლი იკურთხევა. ჩვენ გონია, რომ აი მაინც და მაინც მღვდელი უნდა მოვიყვანოთ სახლში და იმან უნდა ილოცოს და ჩვენ მერე ფეხი ფეხზე გადავიდოთ და ვთქვათ, რომ სახლი ნაკურთხია. კი, ის ილოცებს და აკურთხებს, მაგრამ იმ მადლს შენარჩუნება ხო ჭირდება. ფეხი ფეხზე გადადებით და ტახტზე კოტრიალით მადლი არ შენარჩუნდება. მაგრამ თუ მადლოსანი ლოცულობს და იგივე მამაკაცი შეიძლება სახლში რაღაცას აკეთებს და კი არ იგინება, არამედ ლოცულობს. ამ დროს სახლი იკურთხება. საკვებს რო ამზადებს, ის საკვებიც იწმინდება. მერე ის საკვები, რომელსაც სხვა მიიღებს, ის მადლი იმაზეც მოქმედებს. აი რა ხელმისაწვდომია. აი ჩვენ ახლა პატარაობაში გაგვეგონა ხოლმე, რომ ადამიანიო არახს რო ხდისო, უნდა იჩხუბოსო, რომ ესე ცხარე გამოვიდეს. ხო და მე ის ცხარე ვინმე რო დალევს იმ ცხარეს და ნაჩხუბარს, რეები მოყვება ხოლმე ხშირად. ამიტომ უნდა ილოცოს. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ღვინოს ხდის, არახს ხდის თუ ღვინოს ყურძანს წურავს თუ უნდა ილოცოს. ის ნალოცი სხვანაირია. სხვანაირად შეერგება ადამიანს. ეს უმნიშვნელო რამე არ არის. ხო თითქოს წვრილმანებია, მაგრამ აი ამ ყველაფრისაგან შედგება ჩვენი ცხოვრება. და თუ ამ წვრილმანებში ადამიანმა ღმერთი დაივიწყა, ის ქრისტიანი ვერ იქნება.
იმიტომ რომ უფლის სიტყვებია ესეც. ვინც მცირეში არის ერთგული, ის დიდშიც იქნება ერთგული. ყოველდღიურს უფრას მიუჯდები. თუ არ ილოცებ და იტყვი რომ აი ქორწილი რომ ექნება, მაშინ ვილოცებ. შეიძლება არც იქ აღარ ილოცებ. ამიტომ ყოველ მაშინ ჩანს. ნებისმიერ რამე, რასაც არ უნდა აკეთებდი, აი წარმოიდგინე. ჭურჭელი გინდა დარეცხო. მანდილოსანი ხარ თუ მამაკაც თქვი რომ უფალო შემეწიე მაკურთხე. განა იმიტომ რომ მაინც და მაინც ჭურჭლის დარეცხვა აქვს თავარი და კარგად დარეცხო. იმიტომ რომ ღმერთი იქაც შენთან ერთად იყოს. წიგნი გინდა აიღო, წაიკითხო. სადმე მიდიხარ გზაზე გადასახე ჯვარი გზას. უნდა დაიძინო გადასახე ჯვარი, უნდა რაღაც შეჭამო, ასე მოიქეცნო. ზოგმა შეიძლება ვერ გაგვიგოს. არ ვიცი ამას წინათ ყვებოდა ვიღაც. შეიძლება ვიღაცამ რაღაც მოგაწოდოს, შენ ჯვარი გადასახო და ეწყინოს, რომ რა არ მენდობიო გითხრას. მაგრამ ჩვენ თუ აუხსნით მას, რატომაც ვაკეთებთ ამას, ის თუ კეთილგონიერი გაიგებს. და თუ არ უნდა რომ გაიგოს, მაშინ რაც არ უნდა ვერ გაიგებს. ისე რომ აი ამ წვრილმანებში ჩანს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. რაც შეეხება ახლა მე ბევრს აღარ გავაგრძელებ. ახალ მოსულზე ვლაპარაკობდი. თავშევ ტაძარში მოდის და ამბობს რომ მე წესები არ ვიცი. სხვათა შორის ახალ მოსულმა რო იცის წესები, ეგრე არავინ არ იცის. ახალ მოსული რო თავშეკავებით არის, მოწესრიგებულია და ჩუმად არის და დადგება წნარად და ლოცულობს, ეგრე დიდი ხნის მოსულმაც არ იცის ეგ წესები. ამიტომ ნახეთ წმინდა მომები რას ამბობენ. უცხოობა დაიმარხე და ცხონდებიო. უცხოობა რა არის? აი 20 წელი რო დადიხარ ტაძარში, აბა ისე შედი, თითქოს პირველად შედიხარ. ისე მოკრძალებით შედი. ანუ სადაც არ უნდა სულ რომ მარტო იყო, აბა მოიქეცი ისე, თითქოს უცხო გარემოში ხარ, აი სტუმრად რომ მიდიხარ, ხო როგორ ახარ, პატარა ჩანგალი თუ გაგიხმოვრდა უკვე რაღაცა გერიდება, რაღაცა მოზომილად გადაიღებ რაღაცას, ძალიან თავშეკავებით ხარ. აი ეგრე უნდა მოიქცე მაშინაც კი, როცა მაცივართან ერთი ერთზე რჩები. ეგ არის უცხოობა. როცა არავინ არ გიყურებს, მაშინაც ისე მოიქცე, რომ თითქოს აი რაღაც ისეთ გარემოში ხარ. და რატო უნდა მოიქცე ეგრე? იმიტომ რომ იქაც ვიღაც გიყურებს, ღმერთი გიყურებს. იქაც არა ხარ მარტო. რაში? დიეტაში შესატანისა რა გითხრა, ყველაფერს ახლა დიეტას ნუ მოვარგებთ, მაგრამ ეს არის სიტყვები, რომელიც ადამიანის ცხოვრების წესში არის შესატანი. ეს წმინდა მამებმა ამიტომ გითხრეს. და თუ ეგრე გააკეთებ ყველაფერში, აი ჩვენი პატრიარქი ილია მეორე როგორ ამბობდა, მე რო ტაძარში შევდივარო, თითქოს პირველად შევდივარ ტაძარში ერთხელ თქვა. აი ახალ მოსულს აქვს ეს. და ნეტა მან რო იცის წესი, ჩვენ ვიცოდეთ ხოლმე მერე. ჩვენ იოლად ერთმანეთს გადაულაპარაკებთ, ადვილად გადავაბიჯებთ, ადვილად ის ახალ მოსული თავშეკავებული. და იმ ახალ მოსულმა ერთადერთი წესი უნდა დაიცვას, როგორც ახლა არის, გააგრძელოს ეგრე. არ მიეჩვიოს სიწმინდეს, არ გაუთამამდეს. იმიტომ რომ ვიღაც გაუთამამდა, მაგრამ ამითი სარგებელი ვერ მიიღო. ხმამაღლა რო დაილაპარაკებ და გაიცინებ ხმამაღლა ტაძარში და ის უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა ვერ მიხვდით სად მოვედით. იქ ძალიან თავშეკავებაა საჭირო. იმისთვის მოხვედი, რომ ილოცო. თუ ახლა არჩიან ლოცულობ და სხვასაც ხელს უშლი, უკვე ვერ არის. ანუ შინაგანად ვერ არის შენი საქმე კარგად. და მიუხედავად იმისა, ახალ მოსულს რა გაცვია, შორტებით შემოხვედი თუ მოკლეკავით თუ შარვლით თუ იმით, ამ გარეგნულ მაჩვენებას კი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არამედ იმას აქვს, რომ ადამიანი რა განწყობით მოვიდა.
იმან არ იცის, რომ იცოდეს, შენზე უკეთესად გამოეწყობოდა და ჩაიცონდა. მაგრამ ჯერ იმას რაღაცა სხვა პრობლემა აქვს შიგნიდან. სხვანაირად დანგრეული მოვიდა, ჯერ იმაზე ვერ ფიქრობს, რაზეც შენ ფიქრობ. ამიტომ აქაც ჩვენ მას ხელი არ უნდა შევუშალოთ. თუ რამეა სათქმელი, მოძღვარი თავად ეტყვის. იქაც ძალიან დიდი თავშეკავება და მოზომო ყველაფერი ვის რას ეუბნება, თორე შეიძლება შენმა ერთმა ნათქვამმა საერთოდ საქმეს გააფუჭოს საქმე. თუ არა ვწდები დიდი მუდამთავრის ანტონ სუროჟელის ცხოვრებაში არის ასეთი რაღაცა, როგორც ჩანს, ერთ-ერთ ქალბატონს უხეშად მიუცია შენიშვნა აი ესე მისი შეხედულებით არასწორად ჩაცმული ადამიანისთვის ტაძარში და ქადაგებაზე გამოსულა და უთქვამს, რომ წადითო და როგორც გააქციეთ აქედანო ისე დააბრუნეთ უკანა, თორე ვერ გადარჩებით. მეტი არაფერი, დაუმთავრები ამით ქადაგება. რაღაც ესეთი მახსოვს. აი რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ არ მივცეთ შენიშვნა. იმიტომ რომ ჩვენ მას შენიშვნამ, რომ ის ტაძრიდან წაიყვანოს, მერე ჩვენ რა შვებით. ამიტომ ჩვენ ჩვენ თავს მივხედოთ, თავი ჩავუღვნოთ და არ ვიცით ის როგორ მოვიდა. იქ ვინ იცის ღმერთმა რამდენი იწვალა, რომ ის მოეყვანა. ასეთი თუ ისეთი თუ ასე ჩაცმული თუ როგორიც არის, ეგეთი მოეყვანა. ჩვენ ხო არ ვიცით. ამიტომ შენ დახუჭე თვალები. შენ იმაზე უკეთესი არ ახარ, არა. უკეთესი არ ახარ. ხო და დადგება დრო, რომ ის იმ გარეგნულსაც ისწავლის. ამიტომ აქაც თავშეკავება გმართებს ჩვენ, იმ ახალ მოსულის მიმართ. მე მაგალითად აი ზოგადად ესე ვარ, რომ ახლა თუ მხრები და მკერდი და ეს ცოტა მოშიშვლებული აქვს და რაღაცა ვინმე თუ ისეთი მოდის, რომელიც ეგრე არ უნდა მოდიოდეს და შვიდაჯერ ვარ ნამყოფი. იმას მე არც ზერთს არ ვწყებ და არც ვაზიარებ და იცი თქვენ, მაგრამ ვიღაცას რო ხედავ, რომ უცხო არის და პირველად მოდის, მე საერთოდ არაფერს არ ვეუბნებ. აი ის თუ მეორეჯერაც დავინახე, რომ ეგრე მოვიდა, იმას შეიძლება ან მესამეჯერ, იმას შეიძლება უბრალოდ რაღაც ცალკე შევეკითხო, რაღაცა უთხრა, რაღაცა ნელ-ნელა შეიძლება, მაგრამ აი იქაც ზომიერება არის საჭირო. რასაც ეტყვი იმას, ვინც ხშირად მოდის, იმას ვერ ეტყვი პირველად რო ხედავ იმ ადამიანს. რომ წესი კარგია, მაგრამ წესზე მაღლა დგას სიყვარული. და ეგ არის მთავარი წესი. იმ სიყვარულის ის სიყვარული თუ შეეწირათ ჩვენს წესებს, მაშინ ის წესებიც აღარ ვარ გავ. ესე რომ აი მთავარი მაინც საფუძველი არის სიყვარული. ცოტა გამიგრძელდა. დავამთავროთ აბა. ამაზე მე შევქნა, თუ რამე კონკრეტული გაქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეგვიძლია რომ თქვა, თუ არა და მთლიანი თავი რომ მე საგანგებოდ ესე არ ვიღებ ხოლმე სახარებას, რომ მთლიანი თავი განმარტო მოხლობრივად. ეს დამღლელია. ეს ჯობია რომ თქვენ თვითონვე წაიკითხო და თუ რაღაცაა კონკრეტულად გასამარტავ, ის გავმარტოთ.